პრინციპში ორი წიგნის პრეზენტაცია იქნება, იმიტომ ერთი თვის წინ პერუს დღიური გამოვიდა და არ ყოფილა იმის პრეზენტაცია და დროც ისეთი რაღაცა არა მაქვს მერიდება იმის მოწყობა. ხო, რაღაც პომპეზური ამბის და ეს კი ფორმატი ძალიან ისეთი არა საქმიანი ყველასათვის, ვისაც უნდა დაესწრება, ვისაც არ უნდა დაესწრება, ცოტა კონვეერივით, მაგრამ თავის თქმა მოესწრება და რომანი გამოდის ჩემი, რომელსაც დღეს ხომ უნდა ჩამოვიდეს. დაბეჭდილი და იმის პრეზენტაციაც იქნება. რომანი ომი, რომელიც დასტამდა სულაკაურის გამომცემლობა. მას უკვე მისი შეძენის საშუალება და გაცნობის საშუალება ექნება უკვე მკითხველს პრეზენტაციის როგორ არა, მაგისთვის ხდება. ორი სიტყვით მოგვიყევით, მიუხედავად იმისა, რომ არ გიყვართ თქვენ ციგნებზე საუბარი ამ რომანის შესახებ. ვის მოიაზრებთ მის მკითხველად? რა ვიცი, ყველას ვისაც ციგნი უყვარს და ლიტერატურა უყვარს, მე არ მგონია რომ თუ ადამიანი მკითხველი ასაკს კონდეს მნიშვნელობა, ან სქესს კონდეს მნიშვნელობა. ყველას და რავი რა როგორ გითხრათ რაზე აი იმ ყველაფერზე რაც ჩვენ თავს ხდება და ცოტათი მგონი იმის მიზეზებზეც რატომაც ხდება რა და ჩემთვის რაღაცა ახალია ფორმითაც შინაარსითაც უფრო მეტად პოლიტიკური ვიდრე მანამდე წიგნები მესამე პირში დაწერილი იმიტომ რომ ჩემი რომანები აქამდე პირველ პირში იწერებოდა და მე მგონი ძალიან სასაცილო ძალიან შაუბნელი